ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. რეალობის დაფიქსირება მისი პროფესიაა. ის კარგად იცნობს სინამდვილეს. მას ყველაზე კარგად ესმის შიშველის სხეულის ენა. ის მზად არის გაიაროს მკაცრი გამოცდა სიცრუის დეტექტორზე. თქვი რომ ქართველ ქალებს არაესთეტიური ტანი აქვს. სოფლიოში აღიარებული ფოტოხელოვანი საქმიანობის აქამდე უცნობი პიკანტური დეტალები. იცინია სოფო ჭყონიას ხუმრობაზე, როდესაც არ გეცინებოდა. და ნიჭიერი შემოქმედის თამამი საუბრები აკრძალულ თემაზე. შენთვის გეი წვეულება მიუღებელი და არაესთეტიურია? როგორ შეაფასებს სიცრუის დეტექტორი ჯიჯი რეჯინის უღრფელობას? გეი არტებს ათვალიერებ. არ მიმაჩნია სწორად. ნახეთ სიმართლის დრო. გადაწყვეტილება მიღებულია. სიცრუის დეტექტორს ამჯერად ყოფილი ამტანი დაუპირისპირდება. გულწრფელად შეფასებული რეალობა და ყველასათვის მოულოდნელი სპონტანური ექსკლუზივი. შენი სიყვარულის ბოლიანდის შემომხეთე ბოლიანდი. პირველი ქართული რეალიტი შოუს ფინალისტის მორიგი სატელევიზიო რევანში. ქალის დიასახლისობა მის წარუმატებლობას ნიშნავს. ნახეთ ნატა გულიაშვილის სიმართლის დრო. ნანკა კალატოზიშვილთან ერთად. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარა. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მძდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზად ყოფნა გულწრფელად უპასუხოს მაგალ. ან დააგეროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მონაწილეებს წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არიციან შედეგები. თუკი მათი პასუხები ნამდვილად გულწრფელი იქნება, ისინი ამ დარბაზს 100,000 ლარით დატოვებენ. გრიგორი დევეჯიევი, იგივე ჯიჯი რეჯინი, 25 წლის სტილისტი, თბილისიდან, დასაქორწინებელი. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან ექსპერტის მიერ დასმულ 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. შევეგებოთ ჩვენს მორიგ სტუმარს ჯიჯი რეჯინი. გადადი მოკალათი ესე მოდიოდი თამარ ნერვიულო ვისთან ერთად მოხვედი? ჩემი და კრისტინა, ჩემი მეგობარი თაკუკა ჩიჩილაძე, რომელიც ვერ ვიცანი და ჩემი მეგობარი ირინკა კომასოძე. პრინციპში ყველას ვიცნობ. თაკო, შენ ურჩიე მოსვლაც არა? არ ვიცოდი, უბრალოდ დამირეკა, რომ უკვე მოსვლა გადაწყვეტილი ქონდა, თორე რომ ეკითხა, ვეთყოდი, რომ არა. რომ არა, შენ ვერ ბედავ აქ მოსვლას. არა, ვერ ბედავ, არა ვთვლი, რომ არ ღირს, შეიძლება არ ვარ სწორი. დასამალი გაქვს რამე თუ მოსაყოლი არ გაქვს არაფერი? არა, მოსაყოლი ჩემი აზრით ისე რომ რამე აღიარო, ძალიან ბევრი აქვს ყველა ადამიანს და მათ შორის მეც. უფრო ფულის გამო სიმართლის აღიარება ჩემთვის სახის მოსაგებად მოდის ხალხი. ხო და აი ეს არ არის ჩემთვის. კარგი. ირინკა, შენ? ჩემი აზრით ძალიან დიდი სიმამაცია საჭირო ამ გადაცემაში რომ მოხვიდე და მამაცია ჯიჯი ჩემი აზრით. ჯიჯი ჩემი მამაცია. ამ ნაბის ვაფასებ მასში და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ სწორ პასუხს გასცემს. თემა სიტყვა აპლოდისმენტებით კი დაიმსახურა. ხო, იმიტომ რომ არქანი ვარ. აპლოდისმენტები არ იცნობ რა აპლოდისმენტებს დაიმსახურებ. თარგმნად ჩვენ ხაზურად მოსასწრებთ. აიცი რა ვიცი ამას რატომაც არა რატომაც არა ოჯახის ერთი წევრი იყო ყავსა არა ქართული 0 თუ დაიკონტაქტები მხოლოდ რუსულ ენას დავეკონტაქტები კრისტინა здравствуй
Ты как думаешь, должен он был прийти к нам или нет? Почему бы и нет? В принципе. Вот достойный ответ. Почему бы и нет? Может быть, я сегодня о нем узнаю что-то новое? Может быть. მოდი დაგიბრუნდები ხო ყველასთვის გასაგებია ვისაუბროთ. იგი წესად არის უმარტივესი, რაც მთავარია არ ინერვიულო. მე მიყურებ მხოლოდ მე. არის რამოდენიმე ეტაპი, პირველი ეტაპი შედგება 6 კითხვისგან, მარტივი კითხვებია და მოიგებ 400 ლარს, ეს არის გარანტირებული თანხა, მე არის კიდევ რამოდენიმე ეტაპი. ხო, სწორად უყურებ, შემდეგ შეიძლება მეორე ეტაპს თუ გადალახავ 4000 ლარი მოიგო, 10000 და არ ვიცი, 100000 თუ ახვედი ახლა ერთად წავიდეთ. მითხარი ახლა შენ ხარ გიცნობს ყველა როგორც ფოტოგრაფს, ხო? კი. დიდი ხანია უკვე ამ საქმესთან დაკავებული. დიდი ხანია ხა ცოტა მამაღალი თქვამია. რატომ გადაწყვეტე ფოტოგრაფია? ცოტა, იმიტომ რომ ალბათ მივხვდი რომ ჩემია. აი, შენ კარგად იცი, მოდი. მე კი ვიცი, მაგრამ ოფიციალურად ნუ ოფიციალურად მარტივად მე. ან რეალურად რომ დავიწყე, ხო? დავიწყე ტანცესლის საერთოდ მაგ დამთავრებული ნახევრად, ასე ვთქვათ. ნახევრად რატო? ნერვები არ გეყო? დიპლომი არა მაქვს, ხო? უდიპლომოსას იცი. დიახ. კი. მაგრამ ნუ ანუ დაამთავრე კოსტიუმის დიზაინერი ვარ, განათლება მაქვს ასე ვთქვათ მიღებული, მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა დროთა განმავლობაში არ იყო ეგ ჩემი. ვერ მოვერგე ასე ვთქვათ. ფოტოგრაფია ისწავლე თუ იქნასწავლე? არა. ამ ისწავლე ფოტოგრაფია და ბიჭის ხარჯზე გადიხარ რამდენი? ცა ხარჯზე ცოტა ისეთი სიტყვა სანამ აი გამიმართლებს გამიმართლებს. და შენ ფაქტიურად მინდა გითხრა რომ პოპულარული როგორც ესეთი გახდა. არ მიყვარს ეს სიტყვა. არ ხარ პოპულარული? პოპულარული ესეთი პონტია. არ ვარ პოპულარული ალბათ უბრალოდ არ ხარ. არ სკლავით არ ხარ. ფეისიც არა ვარ, არა. უბრალოდ ალბათ იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრს მუშაობ და მუშაობ ისეთ სფეროში რომელიც ძალიან ხშირად შუქდება, ხო? შესაბამისად შუქდები მე ხშირად, ასე რომ გაშუქებული ვარ. გაშუქებული ხარ და ახლა გაშუქებ კიდევ უფრო. პირველ შეკითხვას გაგიშოვ, მაგრამ ნერვიულობა. მოგეცნას აღარ ნერვიულობა. ონ მარ. საგან მქონდა რაღაც სხვანაირი. არა, ეხაც სველი მაქვს. გულის ტკივილები ნუ გაქვს ძალიან ხო? დაწყნარდი. პირველი შეკითხვით რომ მოვიდა. ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი რომ ხარ, Playboy-ს უნდა უმადლოდე? კი. ეს პასუხი არის. რაო, ნეთქვა. დაელოდე? ანუ ნერვები არ მაქვს. სიმართლე. პირველი გულწრფელი პასუხი გაქვს. ეს Playboy რაღაც კარგ საქმეს აკეთებს და რატომ თქვი უარი ყველა პოპულარული გახდა მაგის? არა, ნახე, მოდი ესე შევთანხმდეთ, რომ Playboy საჭირო იყო, რომ ხო, ნუ, სხვა შემთხვევაში ვერ გამოჩნდებოდი, მეზიზღებოდა. მიდაპირგეთ. არც იყო მანამდე სანამ შენ გამოჩნდებოდი Playboy. არა, საერთოდ ხო, ნუ, იდეაში ეგ არტი ჩემთან ახლოს არ არის, ანუ მე სხვა ჟანრში მუშაობ, Playboy სხვა არის, ანუ Playboy არის უფრო new-თან ცოტა ისეთი. შენ new-ში არ გიყვარს, ანუ არა, მე მიყვარს new, მაგრამ ცოტა ინტელექტუალური new, ანუ არა, ასე ვთქვათ. რაც ესეთიც კი გამოგივიდა იქ ფოტოები, მე ნახე შენი გადაღებული რომელიც. ხა არ გავწიწდები, არც არა, წითელ სკამზე ხარ და მიშედო წითელი, ხო მინდა გითხრა. დამაინტერესებს, შენზე საერთოდ გაგიგია ერთ ამბობენ რომ ეს არ არის ფოტოგრაფია, ეს არ არის ფოტოგრაფია, იმიტომ რომ შენ ძირითადად ფოტოშოპით მუშაობ ძალიან ბევრს, ხო? საერთოდ არ მუშაობ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემო რატო გალამას და ერი? არა, არ გალამას და უბრალოდ ვცდილობ რომ ყველაფერი გავაკეთო ისე, რომ აღარ დამჭირდეს მე პირადად ფოტოშოპი. მე მუშაობ ყველაზე კარგ მეიქაპ არტისტებთან, ყველაზე კარგ სტილისტებთან და ბოლოს და ბოლოს თავიდან კი რა თქმა უნდა ფოტოშოპი რო არა. რატომ იყო ეს ფოტოშოპი? იმიტომ რომ თქვა ხალხი აგელამაზებინა თუ უბრალოდ ფოტოგრაფია იცით თუნდაც ესეც ხო არის? განათების დაყენება არ იცი ან რაღაცა და ფოტოშოპში ყატავ. განათების ეხლა რო ვთქვა რომ განათებას ძალიან კარგად ვთქვათ ვაყენებ დღეს, დამიჯერებ? რატომ არა? მართალია უნდა დამიჯერებ.
არა, გეტყვი, იყო რა თქმა უნდა კომპლექსები. შენი კომპლექსები. კი, იყო, ბევრი კომპლექსი იყო, იმიტომ რომ ფაქტიურად ვისწავლე მუშაობის დროს. კარგი, მოდი ახლა მეორე კითხვას დაგისვავ. მზადი. მე რომ ქართველ ქალებს არაესთეტიური ტანი აქვთ. ზოგადად, მოდი ზოგადად ვიმსჯელოთ. კი თუ არა და მე ავხსნათ. ვიცი რა. მე გერმანული სისხლი. გასაგები. გამიმეორე აბა. თვლი რომ ქართველ ქალებს არაესთეტიური ტანები აქვს. ან ტანი. სწორი იქნებოდა. კი. კი? ნახოთ პასუხი. პლეიზმი და სამომავლო. მოვისმენდი მუსიკას მან. სიმართლე ხა ზუსტად ვიცი. აი მაგ დროს ნერვიულობ. აი მაგ დროს. აი ამაზე იყო საუბარი ფოტოშოპით, იმიტომ მუშაობ რომ არაესთეტიურები არიან. მაგითო წამოვედი პლეიბოიდან. მაგითო ძირითადად. თაკო შენ წესეთლი? ნუ არაესთეტიური ტანი აქვს ქართულ. არა. არ ვთქვი. ნუ ის არც იმიტომ რომ ქალია, მე ვთვლი იმიტომ რომ მე მუშაობ ამ ბიზნესში და ჩემი ასე ვთქვათ ყველაზე მეტად რა გაწუხებდა ქალის ტანი? არა, იცი რა, ნუ უბრალოდ ფიზიკურად გენში არა გვაქვს. ხა მე რო არ ვიყო, ამ თენცის ხო ვიჯდებოდა რაღაცა მყრებით და რატო არა? ხო? გენი არის რაღაც. სხვა რაღაცები შეგვიძლია, საწყენად არ მithქოს ნამდვილად. არა, ნუ გასაგებია შენი მოსაზრება. გამონაკლისი არის, მაგრამ ზოგადად იდეაში მოკლედ არ მოგწონს. ქართველი მამაკაცების ტანობით მოგწონს. ქართველი ისინი ამ განხრით არიან, არაესთეტიურები. საქმედავ მითხრა. შევისწავლე თუ საოცრად შიშველი ნახო? არა, ნუ შენ ტანებზე ვლაპარაკ. მოდელებთან ხო ქონდა შეხება? ქართველი მამაკაცი მოდელი. მე ღიპიანი მოდელი ნანახი მყავს ქართველი. არა, კულტურა არა. ტანის გარეშე. მაგ კულტურაში არა. აი, მაგას ვიზარ. მოდი სო პლეიბოის დაუბრუნდები. რაღაც პერიოდი იყო, როდესაც შევგთავაზოს და მე პირდაპირ არ დაქრაფდი, ხო? ხო, არ დავთანხმდი, თუ იყო პირველი ცუდი ანაზღაურება ხომ არ იყო? არა. პირობებიც იყო ძალიან კარგი, არა, მოდი პირდაპირ გეტყვი, მე მქონდა ძალიან კარგი ჰონორარი პლეიბოიში. ამართლებდი ჰონორარს? ამართლებდი იმ ჰონორარს? ნუ იცი რა, ამერიკელები იყვნენ ძალიან კმაყოფილები. მე დანჩენი არ მაინტერესებდა. ქართული მხარე ცოტა არავის არ ეწყინოს. მე როცა დასტური მოვიდა. სიმართლეში ძახით, ვისაც უნდა ეწყინოს? ეწყინოს შენ მაგას არის. დასტური რომ მოვიდა, რომ კი, ეს არის ჩვენი სტანდარტი, მაშინ ოკეი, მე დავწმარდე. ირინკა, მოდი ახლა კითხავ შენ, როგორ ფიქრობ? შენი მეგობარი ჯიჯი რეჯიმი. პროფესიონალია? და რაშია პროფესიონალი ისიც მითხრა? იცი რა არის? ჯიჯის მე ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, ბავშვობიდან ვიცნობ. საკმაოდ დიდი გზა გამოიარა იმისთვის, რომ აი ამ პროფესიისათვის მიეგნო, ასე ვთქვათ, რა ბჭყალებში. მარტივ პასუხია, პროფესიონალი თუ არა? ტანსაცმლის დიზაინში, მეიქაპში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის რაც ძალიან მაგრა გამოსდის, აი ესე პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ჩემი გადმოსახეთიდან იმიტომ არა მართლა რომ ჩემი მეგობარია, არ მინდა ვიღაცას ვაწყენირო, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ნომერი 1. ამანაც იცის რომ პროფესიონალი ვარ, просто ევალება ვერ ხვდები. ხო და მე მაშინ თუ მაგის დაგისვამ შეკითხვას. შესაბამისად. Playboys პირველ შემოთავაზებაზე უარი შენი არაპროფესიონალიზმის გამო უყარე. ძენი გაერთი რომ კიდე წადი ხავ გინდა კითხვა? არა. გავიგოთ. რაც უნდა ესმის ეგრევე. ძენი არაპროფესიონალიზმის გამო უარი. როგორ? კი. მაშინ არის ყავლედები მაგარი. ეს იყო 5 წელი. პასუხი არის. გემატყობილი. მოვიფიქრე.
კარგად მომწონს. პარადოქსალურია ეს პასუხი, მაგრამ ჯიჯი შენ არ ინერვირო. მე შენ არა პროფესიონალი მეყვარები და პროფესიონალი. 5 წლის წინ იყო პლეიბოი. ნუ 4 წლის წინ არა, ნუ 3 წლის. იქნებ 2-ზეც დავიდე. გამიჯერე. 2-ზე მეტი არ არის. და საინტერესოა. მერე იმის მერე ბევრი იმუშავე და გახდი პროფესიონალი ბოლომდე. ისე თვით კრიტიკა რომ გაქვს ეს კარგია. ეხლა რო ვთქვა რომ პროფესიონალი არა ვარ, ზუსტად იცოდე რომ არ დამიჯერებ და არავინ არ დამიჯერებს მე. ანუ მოთხოვნები გაქვს მეტი. მე მკითხე და გეტყვი რომ მე ჯერჯერობით პროფესიონალი არა ვარ. ქართულ ფოტოგრაფებში ყველაზე მეტად აი ვინ? ფოტოხელოვანი ადამიანი ვინ არის შემსწავლელი? მაგალითი? ის ნაშრომები მოგწონს. რა? ამუშავებს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ახალი თაობა. არა, შენ მაგალითად დამარტაში მუშაობ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ფოტოგრაფთან, რომელსაც იცნობს ალბათ მთელი საქართველო და არა მარტო მთელი საქართველო, გურამ წიბახაშვილი, იგივე წიბახა. რომელსაც ძალიან ბევრი გამოფენა ჰქონდა არა მარტო საქართველოში, რიცხვებში და მოთხოვნადია, ხო? კი. ძალიან პროფესიონალია და თავის საქმეს აკეთებს. ხუთიანზე და მეგობრობ კიდევ. კი, რა თქმა უნდა. ანუ ეს არ არის ფოტოგრაფებს შორის, ხო? ეს კონკურენციის იცი რა, მე ვცდილობ რომ კონკურენცია, ჩემს კონკურენციას სხვა გაგება, იცი? და ის სხვა განხრით მუშაობს, ის ნამდვილი ფოტოგრაფია, ფოტოშოპის არ არის. რას ქვია ეს? არა, ხო, ეს სიტყვები შეიძლება გამაბრაზებს ისე რომ აიხავე, აღდგენდა წამო. არ გაგება. არა, ნახე, ნამდვილი ფოტოგრაფია რას ნიშნავს და არა, მე არაც გითხარი მანამდე, ანუ შენზე იძახიან რომ ძალიან მოდი შევთან, მალაპარაკეთ ერთი წამით ნახე, შენ გონი საზღვრა ყველაფერს პლეიბოიდან გამომდინარე. არა. მოდი გადახედე ბოლო 2 წელი რეპს. მე გადახედე. მაშინ მე გეუბნები ხალხი რაც ამბობს ზოგიერთი. ამიტომ ვამოწმებ შენთან რაღაცებს. ნუ ბრაზობ. ძალიან ბრაზობ. რატო? არა, ისე. კარგი, მაშინ დაგისვამ პირდაპირ მეოთხე შეკითხვას. ამარტამ რომ შემცირებისას გურამ წიბახაშვილი გაუშვას და შენ დაგტოვოს. სამართლიანი იქნება. რა თქმა უნდა, მაგას ფიქრიც არ უნდა. და აგიცნი რატო? კი ბატონო, ჯერ ნახოთ. ითუ არა მიტყვის ეკო. ეს პასუხი არის. ვაცავს რაღაც ორი კითხვა დაგჭირდა და შენ გახდები 20 ლარის მფლობელი. აგიხსნი. ამიხსენ. როგორ შენ არ ინერვიულ? არა. გურამ წიბახაშვილის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება არავის საერთოდ. და მე არ მაგარნერი უთვლება 25 წლის ახალგაზრდმა დამწყებმა ფოტოგრაფმა ხუთი დაჭდეს და ელაპარაკოს გურამზე ცოტა სირცხვილე. მარტივად გურამი გერდა ამარტა მეტწილად არის fashion ჟურნალი. უფრო დიდი წილი აქვს მოდას ვიდრე სხვა რაღაცას. იქიდან გამომდინარე რომ მე აბსოლუტურად ვარ მოდის ფოტოგრაფი და სხვა არაფერს არ ვიღებ. რა თქმა უნდა ირინა ყაჩეიშვილი შემცირების დროს იზავს ისე და დატოვებს ჯიჯის და არა გურამს. და არავის არ ეწყინა. მაგრამ მინდა დაგაწყნა რომ ამარტას ეგ არ ელის. რა კარგია. ვიზის ჩვენ არ გვეხება. არ გეხებათ, გადასარევია. ახლა რაღაცა გინდა არ გინდა და დაგისვა პირდაპირ მეხუთე შეკითხვა. დავაი. აია, ხო იცი. ნამდვილად ვთვლი რომ შეძლებ კონკურენცია გაუწიოთ ცნობილ ფოტოგრაფს სტივენ მეისონს. კი. არა, ოღონ უნდა იყოს სიმართლე, რომ ზუსტად ვიცი რომ სწორია და ნუ თუ ვინერვიულე იმ დღეს რა ესე თუ აი აქ გამაგიჟებს ეგ არის. სიმართლე. მილოცა შენ და ხუთი გულწრფელი პასუხი.
რატომ ესეთი აჟიოტაჟია მკითხავდა? დაცნობები რატომ იყავი ამაში? იცი რატო? იმიტომ რომ ჩემი ტემპები ჩემი სიტყვები არა. სოფლის ცნობილი ფოტოგრაფია, ხო? ხო, ნუ რა იყო ახლა? მადონას იღებდა, მე თინას მიყავდა. თინა? უმბრო. ბარა, ძალიან არაფერი აიცა. მე არ მჯერა იმის, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის მართლა. თავარია შრომა და ცოტა ნიჭი მაინც უნდა გქონდეს. მე რომ აქ ცოტა ნიჭი ხომ აქ და შრომობ და იქიდან გამომდინარე რაღაცები გამოვიდა. აი, ახლა მეგობრებს ნაკითხო, როგორი ადამიანია თაკო? სახასიათება ის ლაკონური შეგიძლია? კი, როგორ არის? ჯიჯი არის ძალიან ყურადღებიანი, ბილი და აი რაც მომეწონა მასში, ჩვენ დიდი ხანი ამ ერთი წელია მეგობრობ. არ არის ზედაპირული ურთიერთობაში. ბრმა ადამიანი. ნამდვილად. ირინკა, შენ რას მეტყვი? ყურადღების რამო შენ რასაც იძახი, მე სხვა რაღაცებს პასუხობს ეს და აბა მითხარი. ყურადღების რა გითხრა? მიცის ხოლმე დაგირეკავდა მე ერთი კვირა არ გამოჩენები, მაგრამ ნუ ამას ყოველთვის პატიობ, იმიტომ რომ ხანდახან მეც ესე ვიქცევი ხოლმე. და რაც შეეხება მის დანარჩენ თვისებებს, ძალიან სამართლიანია და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ყველაზე, აი როგორ გითხრა, საუკეთესო მეგობარი როგორ შეიძლება ითქვას, ანუ ჩემი ყველაფერი შემიძლია ვუთხრა მას და ზუსტად ვიცი, რომ აი ეს საიდუმლე. ცუდი თვისება აქვს. აი ცუდი თვისება ახლა ჩემი გადმოსახედიდან არის ეს, რა შეიძლება რაღაცა გითხრას, მოვდივარ გზაში ვარ უკვე და ამ დროს ეძინოს. მე მარტო ვეთქვენ ბევრია როგორ შენ როგორ ფიქრობ აი შენ მეგობრები შეიძლება გიწყენინებიათ ჯიჯი პირიქით მომხდარა ესეთი რამე ამ შემთხვევაში მისი წყენა შეუძლებელია არა ვთქვი რომ არ არის შეუძლებელი მგონი ამ წყინს ყველაზე მეტად რა ვიცი რამე გეცენა მე რასაც იცი შემიძლია გაპატიო რა ის იყო ყველაფერი საერთოდ აკების უნარი გააქვს ისე ზედაპირულად კი ანუ გეტყვი რომ всё გაპატიე კარგი მოდი გადავამოწევთ მე-6 შეკითხვა ეს გარანტირებული 400 ბოგმიანი ადამიანი ხარ და სიტყვით ბავშვებო არა ვინა არა შენი პასუხი უნდა კი ნახოთ ეს პასუხი არის ძიმად Mentes Algo interesante. Nervosismo. გახდი 400 ვარის მფლობელი. ერთხმაც პარადამ დამოი. მაშლიც. რომ ბოღმიანიაო, რატომ? რა ქნა? რასაკეთებს ხო? იდებს გულში და მე სამაგეროს გიხდით რამე. აბა რა იცით რომ ბოღმიანია? თოსი დადებითი ატყილია ყურადღებიანია. სიმართლეს მოგიყვები ყველაფერს და გოგინი. კარგი. ახლა მოვიდა დრო რომ მკითხო მეორე ეტაპზე გადავიდეთ თუ არ გადავიდეთ? რა თქმა უნდა. დამხიარებდი ხო? ეს არის ნერვოზის არაჩვეულებრივი საშუალება. სიმართლის თქმა, ნახე რაღაცით აკეთებ ახლა ზეთარობა. მოდი გადავიდეთ მეორე ეტაპზე. მე-7 კითხვის დროც ნელა მოვა. ხო, მანამდე მოდი ვისაუბროთ. ჯიჯი რეჯინი. აი რას ნიშნავს? რეჯინი სადაურია. რეჯინი არის იტალიური გვარი. იტალიური სისხლიგირებია. შენი ნამდვილი გვარი რა? მე თქვა თუ შენი თქვა ხო გიწერია. მე ცოტა მირთულდება, იმდენად რთულია მაგის. მე მსახიობი ვარ და ენა მაქვს გატეხილი გინდა თქვა. კარგი. თქვა თუ შენი. ჩემი ნამდვილი გვარი არის DBGEV. ეხლა გაიმეორე. DBGEV. ხო, ბულგარელი ვარ. ბულგარელი. გრიგორი. თუ გრეგორი. გრიგორი პასპორტში, მაგრამ ნუ მაგრამ ამ ბოლოს ეს გრიგორსაც საფიარებ რაღაც. გრეგორი რეჯინი. გრეგორი რეჯინი. ჯიჯი ვაფშე არისო, ჯიჯი საერთოდ არისო. ჩემი ფსევდო, ასე ვთქვათ, შოუ ბიზნესში. ჯიჯი არის სკოლის კლიჩკა. რა დაგაქვს? კლიჩკა არა, მეცახელი. ჯიჯი რა, არა. გეფერებოდი, ჯიჯი. არა, ჩემ მეგობარის ფოტოშორის, ვინც არ იმყოფება. კლასელი. ჩემი გამარქვა ჯიჯი.
ვიყავი დაახლოებით 15-16 წლის ასაკში. 10 წელი უკვე ჯიჯი ხარ ესე. კარგი, მოდი მე შევხვდე შეკითხვას დაგისვამ. ჩვენი სომხური წარმომავლობის შეფრთხვენია? ჩვენი სომხური წარმომავლობის შეფრთხვენია? ეს პასუხი არის ორ ფოტოსესიას ჩავატარებ. ბულგარელი ხარ, იტალიელი თუ სომეხი? ამიხსენი ახლა ბოლო. კაი, მოგიყვებით. დედის მხარე მთლიანად ეს სომხები. ამის ბულგარელი. იტალია საიდან გავა? მამა ჩემს ურევია სიცოცხლე. არა, მოდი და ძალიან არ მესწრებ შეკითხვა. რატომ არ გსიამოვნებთ? ვამაყობ სიმართლე გითხრა. არა, ეს ალბათ რაღაც პერიოდი გქონდა. პერიოდი მქონდა, ხო, ეს არის ზედა 15-16 წლის ასაკში, როცა იცი რა, ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა, მოდი ასე ვთქვათ, დაძაბული, ძალიან არასწორ ხალხთან მეგობრობდი, ასე ვთქვათ. და ხო იცი, მაინც როცა არ ახარ ჩამოყალიბებული პიროვნება. ეს თბილისში დაბადებული და გაზრდილი არ ხარ, ხო? შენ საიდან ჩამოხვედი? აფხაზეთიდან. მე ვარ სოხუმელი. ხით ხარ ჩამოშორდა? ხით ხარ. Что, гордость абхазского цукера და აბხაზიის. მე მყავს, მე ძალიან ბევრი სომეხს ვიცნობ, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, თავადური გვარი ქონდა იმასაც.ერსარქისავა და რატომღაც იმასაც თვითონ ქონდა რაღაც რატომ გაქვს არა, ეს დროთა განმავლობაში დაახლოებით ესე 18 წლიდან მე საერთოდ გამიმართლა და ძალიან კარგი ხალხი. ეს სისულელე მგონია რაღაცა თავის ძალიან დიდი სისულელე. არა, ძალიან დიდი სისულელე, იმიტომ რომ უბრალოდ ისეთი კიდევ ერთხელ გიხსნი პერიოდი მქონდა ესეთი ცხოვრებაში, როცა უბრალოდ მე წავდა ძალიან ლამაზი უნიჭიერესი სომეხი მეგობარი გქონდა. ძალიან ბევრი არიან. ხა ვამაყობ, რატო? უნდა იამაყო კიდეც. კონტროლი შემოგება ცოცხალი არის, ის ვეღარ ამაყობ, მაგრამ მე ვამაყობ მისით და მინდა გითხრა რომ აი ესეთი რაღაცა კარგია რომ აი მიუხედავად იმისა რომ ადრე გქონდა დღეს არ გაწუხებს არა. ეს არის მართალი. ეს არის ყოველთვის დიდი სისულელე და შეცდომა. საკუთარი წარმომავლობის თუმცა ან სისხლის ადამიანს ერიდება. მოდი გავიდეთ ახლა გადავიდეთ შევცვალოთ თემა და ჩვენ ერთი პერიოდი მუშაობდი სოფო ჭყონიასთან. ერთი პერიოდი არა, დღესაც ამი იქ მუშაობ. ანუ კი, მე მიხვდეთ რომ აქ ჩემი სტუდია, ჩემი პრენდი იყო. უფროსი იყო არა, არის. ანუ არის. ანუ დამფუძნებელია სამოდელო სააგენტო AMSIS და დამფუძნებელია და მე უშუალოდ ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი და მგონი ეშანელში რო არის კონტრაქტი. A жизни ასევე მეც. ანუ მეგობრებით. კი, რა თქმა უნდა. და შენ აი სუბორდინაციას იცავ, თქვა უფროსია შევდომი. მეგობრები მაგასიათებს არა, მე მაგასიათებს, იმიტომ მე თვითონ ადამიანი ვარ. რაღაცების გერიდება რომ შეიძლება იქაც არა, მე ეგეთ რაღაცები მე არ მეშლება. მე ზუსტად ვიცი რა დროს უნდა ვიმეგობრო, რა დროს უნდა ველაპარაკო ადამიანს თქვენობით, მაგრამ ნუ არის რაღაცა კონკრეტული მომენტები, როცა მე ვარ ხო, გასაგები. სტაფ. დაგისვამ მერვე შეკითხვას. სოფო ჭყონიას თემას. რამის თქვა? იცინია სოფო ჭყონიას ხუმრობაზე, როდესაც არ გეცინებოდა. ხანი რო გითხრა არა დამიჯერე. ატომ მე როცა არ მეცნობა არ ვიცი. არა მე უზრდელი გოგო ხარ ესე. არა კი. ვიცინია ბევრჯერ თან. თან ბევრ. ეს პასუხი ჯერ ზუსტად. არა არ ეცხიდა. იცი მე ხარო თქვა თავს სიმართლე. არა
ნორმალურია. ეს კარგი ტონი, ანუ უზრდელი ვარ, ახლა არ მეცახე შენ რაღაცა უაზრო ანეკდოტი მომიყვა, ნამდვილად ვერ გავიცი. შეიძლება დაგცინო რომ უაზრო მომიყვა, მაგრამ გაცინებით არ გავიცი. მაგრამ ხიმილი ხო იქნება? სხვა რამეზე? არა, ლამაზო. ხო? რა თქმა უნდა. უნდა გადაიტანო ეგრევე. უნდა თქვა გადაიტანო თემა და всё. გადაგაგ შენ მაგრამ. ყველა ეგრევე ხმაყოფილი. მომყოლიც და მომწმენიც. ახლა სოფოს არ ვიცი რამდენად მოეწონებოდა ეს. ერჩიქს ხო. რატომ გონია რომ რამეს გერჩი? უმარტივესი კითხვებია. ამას წინათ სხვათა შორის ძალიან უცნაური რაღაცა გავიგე. თუ გახსოვს, ადრე იყო ესეთი პრეტენზია ქონდა ხალხს რომ მოეწყოთ თქვა სწორი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხალხის მსვლელობა, მაგრამ არ გამოვიდა. გეებზე ვლაპარაკობ, ანუ? ლესბიან LGBT. რა თქმა უნდა. ოკეი. და მე აი წელს იყო რაღაც პროგრესი გამოჩნდა თითქოს ამ ხრივ ერთ-ერთ კლუბში ესეთი წვეულება გააკეთეს ოფიციალური სახელით თან ამ წვეულებას. მე სამწუხაროდ ვერ მოვხდი. ვერ მოვხდი. იმიტომ რომ გადაღება მქონდა დილიდან საღამომდე კი არა და ამარტას ვაბარებდი და ვერ მოვხდი, არა კი? ეს ხოთა შორის პირველად სწორედ ჩვენს გადაცემაში მოხდა საჯარო აღიარება არაჩვეულებრივი ადამიანი მყავდა თუმცა ძალიან საინტერესო თამა სკანდალაკი რომელმაც ტრაგედია თამამად აღიარა თავისი ორიენტაცია. ეს შესაძლებელია ალბათ. და ძალიან ბევრს ამის გაკეთება უჭირს. ანუ შენ წეგან თქვი რომ სამწუხაროდ ვერ დაესწარი ამ ღონისძიებას. ძალიან ხიარულობა იყო, რა მოგიყვა ხალხი იყო იმ სოფლიოში, მოდი შევთანხმდეთ, თელ სოფლიოში ასე ვთქვათ, LGBT პარტიები წყალებში არის ყველაზე მხიარული რატო? ძალიან მარტივი მიზეზების გამო, იმიტომ რომ არის მუსიკა პირველ რიგში შერჩეული ზუსტად ისეთი ასე ვთქვათ, თუ ეხლა ყველა კლუბში არის მინიმალი ან ტექნო ან რაღაცა, იქ ყოველთვის იქნება მადონა, ჯორჯ მაიკლი და ასე შემდეგ. ის ტრეკები, რაზეც გავიზარდე მე, შენ, ხა სად უფრო იცეკვებ, იქ თუ აქ, ხო? ეს ერთი, მეორე, ფერებია სხვა, ყოველთვის დეკორაცია არის მოწყობილი ხუთიანზე და იქიდან გამომდინარე ესასწაულია. ხო და რატო არ უნდა მოვხდე? თვითონ შიგნით რაც ხდება, ეხლა რამდენად რაღაცა. მე ვიძახი ზოგადად მე ძალიან ნერვიულია რომ არ მოვხდი მას. მოდი მეცხრე შეკითხვას დაგისვამ. ჩვენთვის გეი წვეულება მიუღებელი და არაესთეტიურია? დიდი შეკითხვა ძალიან. რატო? არა, მიპასუხე და მე ამიხსენ. ჩვენს მეგობრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ რაღაცა გააჭირონ ღილაკს ხელი თუ თქვა კითხვა არ მოგეწონება და მე კითხვას შევცვლი. ნებისმიერ დროს. მაგ ხო ერთ რამოდენიმე წამი. იქ ფიქრეთ უბი. მაშორეს. ჩვენი ინერცია. გეტყვი რატო? შევცვლით ახლა კითხვას. გაინტერესებს თუ არ გაინტერესებს? არა, პასუხი გეთქვა, რატო შეაცვლევინე. მაშინ მითხარი, აი, ამიხსენ. ძალიან მომწონს, მაგრამ მე მახსოვს ძალიან კარგად, როცა ერთხელ მე მოვხდი ესეთ სიტუაციაში და მე დავინახე ესეთი რაღაცა, რაც მე ხო, არ მომეწონა და მაგიტო დავიწყე. ანუ დღესასწაული შეგძინო, ხოლმე და ხოლმე. ხო. კარგი, მოდი შემდეგ კითხვას დაგისვამ, მაშინ შეცვლილი კითხვა, თქვენ მეც ვეღარ შეცვლით. პირველად ეთერში შეიცვალა, მე მგონი თუ არის. ჩემ ეთერში ყოველ შემთხვევაში პირველად შეიცვალა შეკითხვა. მოდი პირდაპირ დაგისვამ ახლა მეათე კითხვა. მაგრამ ლოგიკურად მეცხრეა. გეი არტებს ათვალიერებ? ამას ფიქრიც, რა თქმა უნდა. ეს პასუხი არის. დევა. დავით. და. აღარ ვეღარ ნერვიულობ. სიმართლე. ველას მოჩევ. ვისაც უნდა ფოტოგრაფიაში რამე, აი ცოტა გააკეთონ, უნდა დაათვალიერონ გეი არტ. თაზე ვებ მისამართებსაც მივცემ ვისაც. არა, ნუ აუცილებლად. იმიტომ რომ თუ გინდა სხეულის გადაღება ისწავლო, თუ გინდა ყოველთვის ტენდენციაში იყო, თუ გინდა გაიგო რამე ახალი, უნდა ათვალიერო.
მზად ხარ რომ კიდევ ამ შემდეგი კითხვა დაგიწყო თუ უბრალოდ გაწყვიტავ თამაში და გაიქცევი არა სადმა გავიქ დათვალ ახლა მეათე კითხვის დროც მოვიდა და გავარკვე როგორ მეგობარი და გოგმახ თუ მეგობარს ძალიან სჭირდება შენი დახმარება შეგიძლია მნიშვნელოვანი ფოტოსესია გადადოს მნიშვნელოვანი და არა უმნიშვნელოვანი გადამინდი ახლა ფიქრობ მაინც კი კაცო კი სიცრუე მაგრამ კი აშკარად კი იმიტომ გამიკეთებია ეხლა ხანს ერთი კვირის კი ან არა კი მერე ახსენე ეს პასუხი არის ტესტირების დროს შენ სულ სხვანაირად ფიქრობდი ალბათ კი არა და სხვანაირად ფიქრობდი ხო მე ნუ არა ეს არის თამაში შენ ხარ აზარტული მხიარული ან რომელიც შენ გადადი ალბათ არ იყო მნიშვნელოვანი შენთვის ის ფოტოსესია მაგრამ მე ძალიან გამიხადე რომ მოხვედი ძალიან თამამი ხარ საინტერესო და გიჭიერი ასე რომ წარმატებები მინდა გისურვა საიდუმლო გაგიხარჯე ეგნიერად გადაწყვეტილება მიღებულია. სიცრუის დეტექტორს ამჯერად ყოფილი ამტანი დაუპირისპირდება. გულწრფელად შეფასებული რეალობა და ყველასათვის მოულოდნელი სპონტანური ექსკლუზივი. შენი სიყვარულის ბოლიანდის შემთხვევე ბოლიანდი პირველი ქართული რეალიტი შოუს ფინალისტის მორიგი სატელევიზიო რევანში. ქალის დიასახლისობა მის წარუმატებლობას ნიშნავს. ნახეთ, ნატა გულიაშვილის სიმართლის დრო. ნანკა კალატოზიშვილთან ერთად. შევაგებოთ ჩვენს მორიგ სტუმარს ნატა გულიაშვილი. გამარჯობა. მოკალათი. როგორ ხარ? კარგად. ვისთან ერთად მოხვედი? ჩვენს მეგობრებთან ერთად ბექა პროვაძე, ფეთი ორჯონიკიძე და მიშა სოლოხია. ყველა ნაცნობი სახეა პრინციპში. ვოკალის განხეთ სამივეთან. გეთანხმებენ. ნატა, სიმღერას ხო არ აპირებ, დღეს ამას ხო არ შეგვისრულებთ? კი. თუ გააჩნია რა თანხით წავა ნატა. ავარია არის. კითხვის დასვამდე გამღერებთ, იმიტომ რომ მე შეიძლება გადაიფიქროთ. ხო, შეიძლება. შენ აქტიური მონაწილე ხარ, ესე იგი შოუების, ძალიან გიყვარს, ხო? კი. შენ ხარ მსახიობი, ეს უკვე კიდე მომღერალი, ეს ახალია ჩემს ამაზე მე გკითხავ რაღაცებს. და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროექტის ამტანის ფინალისტი. ხო, დიდი შანსიც ჰქონდა რომ გაგემარჯვა რამდენადაც მე მახსოვს. მაგრამ ეს გაგიცანი ამტანამდე. ნატა გავცანი ძალიან უცნაურად კლუბში მოვიდა და გამომიცხადა რომ ძალიან შევწუხდიო რა, ყველას ერთმანეთში ვეშლებითო. და ნუ აღარ შემიძლიაო. და პოპულარული გახდია ამტანების მერე. იმის მერეც ეშლებოდი ვინმეში? არის ესეთი შემთხვევები? ვიცი რა, იმის მერეც მეუბნებოდნენ, რომ აი რაღაცა ერთი სტილისები ხარ ჩვენ და ნანკა და რაღაცებს მეუბნებოდნენ. სხვა მსახიობებს ხარ გამსგავსებენ იმას? კი. მაგალითად? რაღაცა ხმამაღალი არ მინდა რომ შენ ხო არის გაბრალებენ? ხო, მაბრალებენ, მაგრამ მეუბნებიან რომ ძალიან ხშირად მეუბნებიან. ძალიან ხშირად მეუბნებიან რომ ანჯელინა ჯოლის შენ სიციდან გამომდინარე ხშირად მეუბნებიან
ვინ აქედან რომელიმე შეშლები გადარებს? არა, არ ვეშლები ამ. არა, შეშლით ახლა ინტერნეტში ვერ შეშლები, მაგრამ გამსგავსებიან კი, მომსგავს. ქართულს მე ვიცი რომ შენის მეგობარშიც კი ეშლები ვიღაცებს. მე ნუ ახლა გასაგებია, ბადა გამივიდა ასაკი მომემატა და შენ ახლა უკვე ახალგაზრდებში ეშლები. ვის არც ისე არ მოგწონს. არა, კომპლიმენტის გამო არ მithქავს ისე, საჭორაოდ. მითხარე. მომიყარე. კი, მოგიწევს. რაღაცა პრობლემებით შეგექნა მაგის გამო და უნდა მაინტერესებს. კი, კეთილობები. ძალიან ხშირად ვეშლები ხოლმე შორნა ბეგაშვილში. შენს მეგობარს. შენს მეგობრებს არა, უცნობებს. არა, შენ მეგობრებ ხო ამ ადამიანთან? კი, ამ ადამიანთან. მე როგორია სატანია, ესეთ პოპულარული როცა ხარ უკვე და სხვაში ეშლები. იცი როგორი მომენტია ხა, რომ გითხრა რომ ძალიან ნაწყინია თქო არა, მაგრამ უბრალოდ მეუბნებიან ხოლმე რომ შენ იმ ფილმში ითამაშე ხო ნატა და იქ რაღაც და მე მგონი შორნა არ მიწყენს, მაგრამ სანამ მაგ ასათიაში შეშლი ხარ ვიღაცას დაიწერე ნატა ვარ შემეში. ეხლა აი ზუსტად ეხლა გადავწყვეტე რომ აქ დავწერო რომ მე არ ვარ შორნა ბეგაშვილი ან მე ნატა ვარ ან შორნას დავაწერო თუმცა ძალიან ლამაზ გოგოში ეშლები პრინციპში ალბათ ეს არის სასიამოვნო. ხო, მართლა იქ სასიამოვნოა, კი, მაგრამ ძალიან ბრძო რაღაცა უხანს მდგომარეობაში. გარაფერ. გირჩეს მოსლა, თუ ვინმე მგითხრა რომ არ წახვიდა. მართალი რომ გითხრა, ჩემ მეგობრების აზრი ორად გაიყო. აი აქ მყოფების აზრი მაინტერესებს. ვინ უთხარით რომ არ მოსულიყო ჩემთან? არა, პირიქით, ხელი შეუწყე. კი, კეთი შენ? მე კარდლანში მივეცი, როგორც თვითონ გადაწყვეტავს, ესე იგი ჩემთვის. და ასე მოხვალ. არა, იცი რა არის? სიმართლერობით ვარ. სიმართლე. დასამალი არაფერი არ არის. ისეთი. უბრალოდ რაღაც გინდა რომ ფსიქოლოგიურად მოემზადო ადამიანი ჯერ წინასწარ სანამ ფსიქოლოგიურად მოემზადე ფსიქოლოგებსაც შეგახვედრებთ ასე რომ მე მოკლედ წინ გელიხარ. მინდა გითხრა რომ წესები არის ძალიან მარტივი. ალბათ იცი, მაგრამ შეგახსენებ მაინც მე რაღაც ვარ მითხრა. წესები არის მარტივი, არის რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება ძალიან მარტივი, არა, მაგრამ საკმაოდ მარტივი კითხვების და მერე სხვა ეტაპზე უკვე კითხვების რაოდენობა იკლებს, მაგრამ თანხა შესაბამისად იმატებს. ეს უცნაური წესები. მე გულით მინდა რომ მოიგო შენ დიდი თანხა. საერთოდ გულით მინდა რომ მოიგოს ადამიანმა კარგი თანხა, მაგრამ ჯერ მაქსიმალურამდე ვერავინ ვერ ავიდა. შენ როგორ გონია სადამდე? ძალიან მინდა რომ მეც მაქსიმალური მოვიგო. მაგრამ ცოტა არ ვიცი. მე ცოტა შენიღოთ მეშინია. რატო? იმიტომ რომ ერთ-ერთ პროექტზე მამას მე ჩაუღრმავდებით იმის გამო რომ ვთქვათ ვერ მოიგე რაღაცები ჩაატარე იქ და ძალიან გთხოვ. ატივეცი. არა, ნანკა, გპირდები რომ შენ არაფერს არ ჩაგიტარებ, ოღონდ ეს მეგობრებო, გადარჩენილიო. გპირდები რომ ნამდვილად არაფერს არ ჩაგიტარებ და უბრალოდ იქ არ იყო მარტო მოგებაზე. ამაზე მოდი მე ვილაპარაკოთ, მზად ხარ რომ პირველი შეკითხვა დაგის. მზად ვარ. კარგი. პირველი შეკითხვის დროც მოვიდა. სიმართლის დროში, იმიტომ მოხვედი რომ ხალხს დაავიწყდი. არა. არა. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. სავსან პირველი გულწრფელი პასუხი აქვს რაღაც 5 დარჩა და მინდა გითხრა რომ 400 ლარის მფლობელი გახდები და ეს 400 ლარი არის გარანტირებული თანხა. მადლობა, მე მინდა აქვე დავამატრო, საერთოდ ვარ ძალიან აზარტული. მომენტებში შენ მეგობრები მარტო თანხის გამო არ ხარ მოსული. არა, მარტო თანხის გამო გასართობადაც მოხდა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ საოცრად აზარტული ვარ, ჩემ მეგობრები მეუბნებიან რომ შენს იქით უკვე აღარ მგონია რომ ვიღაცა შენზე აზარტული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად აზარტულიც ვარ. სასიყვარულო ურთიერთობებში აზარტული ხარ? კი. მაგალითად რას აკეთებ? ვიცი ერთობ. აზარტი რაში გამოიხატება? აზარტი გამოიხატება, რა ვიცი, ურთიერთობიდან გამომდინარე. რაღაცა ჩემი ქალური ხრიკები მაქვს. მე ძალიან მინდა ქალური ხრიკები ვისწავლო. გადაცემის შემდეგ გასწავლე. ინტრიგანი ხარ? არა, იცი, არ მისცემ. ძალიან გულწრფელი და მეამიტი ადამიანი. კი, შეიძლება ითქვას. მეამიტი არ ვარ, იცი როგორი მომენტია, რომ აი ხონი გაბითურება ადვილია? არა. არა? საერთოდ არ
კარგი, მაშინ ახლა რაღაცნაირად გადავიდეთ სხვა თემაზე, აი გაბიძურებას რაც ეხება. მომიყევი ამტანის ისტორია. ოღონდ მოკლედ მომიყევი, როგორ მოხდა? ფინალში მოხდით თქვენ ორი და ის ისტერიული განსვლა რა ჩვენ დაგემართა, რატომ დაგემართა? ესე იგი, იყო უკვე მე და სანდრო ვიყავით თავიდან ერთ-ერთ შესრულები. მე და სანდრო ერთმანეთს ვიცნობდით მანამდე, სანამ ეს ამბობდით. ისტერიკა იმიტომ დამემართა, რომ ძალიან დიდი ხანი დაახლოებით 2 თვე 3 თვემდე ვედით ძალიან გვერდზე და ჩვენ გქონდა ნუ რაღაცა დიდი ხანი შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არასოდეს არ ვისაუბრე ამ თემაზე, მაგრამ ექსკლუზივი, სიმართლის დრო რასაშუალოდ ექსკლუზივი არის და მინდა ვთქვა რომ მან უბრალოდ მთხოვა რომ მითხრა რომ მე შენ არ დაგასახელებო პროექტის ბოლომდე და არც შენ არ დამასახელო და მართალი რო თქვა ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ჩვენ ვიყავით და მართლა ჩვენ ვიმსახურებდით ფინალში რომ მოხვედრილი ვიყავით და ისე მოხდა რომ ну მან თხოვა რომ არ დამასახელო, მე არ დავასახელე ის, იმისგანაც საპასუხოს ველოდებოდი და დარწმუნებული ვიყავი და მოიცა მეორე კითხვას დაგისვავ ხა მოიწვინე 2 წამი და შეგიძლია პრინციპში ამ თემის გარშემო ვიტრიალოთ ცოტაც და აკონურად რაღაცნაირად დავამთავროთ ამ ტანებს, იმიტომ მე ამ ტანი ნამდვილად არ ვარ. ეგეთიც არა ვარ. კარგი, მეორე შეკითხვა. სანდრო ჟღენტი სწორად მოიქცა რომ ჩამოგიშორა. თამაშიდან გამომდინარე. თამაშიდან გამომდინარე. სხვანაირად ჩამოგვიშორა. მოდით მარტივი პასუხი მითხარი, ან კი ან არა და მე განვავცოთ. კი. კი? აი. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. მივაცა. რამოდენიმე კითხვა გაქვს. რატომ არ ვიყავს? რთული შეკითხვა არ იყო. არა, რთული შეკითხვა არ არის, მაგრამ უბრალოდ რაღაცა ისეთი სკამია, რომ რაღაცა ხდება ეს. გონია, რომ რაღაცა ტუჩების ფერი ფაქტია. მადლობა. მაგრამ რაღაცა მგონია, რომ რაღაც სამჯავროზე ვარ და რაღაცა ლიოტინა მელოდება და რაღაცა და არაფერი ისეთ კოშმარი არ არის. ყველა კითხვა იცი, შენ გაიარე ფსიქოლოგებთან შეხვედრა გქონდა. იზი ვარ აქ მე. მეტი არ გავაკეთე. განაცალე, არა, მეტი არაფერი. იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი სტიმული ვაფშე საერთოდ ცხოვრების და ძალიან შენ კარიერას გადავხილოთ, მე მივხვდი რომ სანდროს განზე ამ ელაპარაკი არ გვინდა. საინტერესო თემები გვაქვს. მომიყევი რა საკეთებდი. ერთი ვიცი ჩეჩენმა რეჟისორმა გადაგიყო, ხო? ჩეჩნურ მხატვრულ, პირველ ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში შევასრულე მთავარი როლი, რომელიც იყო გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის ფესტივალზე წარდგენილი. ვანესა რედგრეიუმა და ფინანსა და პატარა იყავე, ხო მაშინ? კი, რამოდენიმე წლის წინ იყო ამტანამდე. ამტანამდე, კი. და საკმაოდ დიდი, როგორ ვთქვა, აღიარება მოიპოვა ამ ფილმმა, რაღაც საფრანგეთის ფესტივალზე გაიმარჯვა, რომელზეც მიმიწვიეს, მაგრამ ვერ წავედი რაღაც მიზეზების და გამო. არა, წინგებს ყველაფერი. კი. მადლობა. ნუ რეჟისორი, რომელმაც გადაიღო ეს ფილმი, მურად მარზაევი, არის სცენარის ავტორიც, რეჟისორიც, ჩვენთან ერთად თამაშობს მთავარ როლს. ის ამჯერად ახლა არის ამერიკაში. არ გეპატიჟება? კი, მინდა გითხრა რომ გეპატიჟება. სანამ ფულზე ხო არ მოხვედი? ბილეთის ფულზე მოვედი რომ ჰოლივუდში წავიდე და მაგრამ ბევრი უნდა მოვიდი, მარტო ბილეთის ფულით არ შემოვითავდი. მეგობრებიც წავიყვანო ჰოლივუდში. ეს ხოლმე მასზე დამოკიდებული, რამდენად გულწრფელი იქნება და რამდენად იცნობს საკუთარ თავს ფოტოშოპს. ტესტირება გაიარა პოლიგრაფზე, შედეგები რა თქმა უნდა, არიცი, მე ვიცი და ძალიან მაინტერესებს. შენ სხვათა შორის Playboy-ში გადაიღე, ხო ფოტოები, მაგრამ არ გამოახვეწე. რატო?
არა, უბრალოდ იყო არაკომერციული იყო, არ გაიყიდებოდა კარგად. არა, უბრალოდ იყო იქ საუბარი იმაზე, რომ მე მთლიანად გამშეშვლებული ყავი და მე უარი ხო. და მე ნუ ისე მოხდა, რომ რაღაცა ნახევრად გავიხადი, ასე ვთქვათ, ნახევრად გავშეშვლიდე და ის ფოტოები უკვე გამოაქვეყნეს. კარგი, მოდი ხო მესამე შეკითხვას დაგისვავ და მე უკვე დაგიბრუნდები კიდე კითხვებით. ნუ ნერვიულობ. არა, არ ნერვიულობ. შენ მეგობრები აქ არა ყველაფერი კარგად არის. მესამე კითხვა. თემათავაზების შემთხვევაში კამერის წინ გაიხდი. გაშიშვლდები. ერთი წამით თქვენ მერე დაგიბრუნდებით. თუ დეტექტორზე მოიტყვე და იცი რომ მოიტყვე, აქ შეგიძლია პასუხი შეცვალო. ან თქვენ შეგიძლიათ ააცილოთ ნებისმიერი კითხვა, რომელიც მას არ მოეწონება და დააჭრეთ ამ ღილვაკს ხელი. მე შეუცვლი კითხვას, მაგრამ არ ვიცი როგორი კითხვით შეუცვლი, რომელი უფრო მოგეწონებათ ან არ მოგეწონებათ. ჩვეულებრივი კითხვა, მეგობრებისთვის ეს ძალიან მარტივი კითხვაა, შენთვის ვერ ვხვდებით. არ ვიცი, წკინეულ თემებს ნოეხებით. ან არა.